ამ მოკლე ვიდეოში მინდა ცოტა რამ გითხრათ კიპარისების შესახებ. აი ეს მაგალითად და აი ეს შოლტივით რომ არის მამალი კიპარისები. აი ეს ყველა დანარჩენი არის დედალი, თუმცა ვცდილობ რომ ესეც ამასაც რაღაც ვიწრო ფორმა მივცე. რეალობაში ეს უნდა იყოს აი პირველ აი ესეთი რო გაიზრდება. ეს არის დედალი კიპარისი. კიპარისებს პერიოდულად ვრწყავ შხაპის შლანგიდან ესე შხაპივით უკეთებ, იმიტომ რომ წიწვოვანია და ასე ადვილად იღებს სითხეს და იმისათვის რომ არ გაუჩნდეს მაგალითად, აი ეს არის სტრესული მომენტი, როდესაც მას უჩნდება პატარა გირჩები, ანუ სტრესი ქონდა რაღაც. კერძოდ ძირითადად ეს სტრესი არის უფრო გვალვისგან, მოურწყველობისგან. ეხლა უყურეთ, აი ეს როგორი შოლტივით არის, იმიტომ რომ არის ერთ ღეროზე. აი ამანაც როგორი სტრესი მიიღო. და ის არის გაჩაჩხული. არაფერი არ შველის, ეს მქონდა კარგახანი მიბმული, აი ეს ტოტი. ამაზე მიმაგრებული ერთიანად გაზრდილიყო, მაგრამ როგორც ხედავთ, არ გამოვიდა. ამიტომ მე ახლა ამას ავიღებ და აი აქვე კარგად რო დავინახოთ, აქვე ძირში, საიდანაც იწყება, აი აქვე გადავჭრი. გარდა იმისა, რომ თქვათ კერხერითან, გარდა იმისა, რომ ამას გამოწმენდა უნდა, ეხლა ეს სუფთა არის, იმიტომ რომ პერიოდულად მე ამას დიდი წნევით წყალს ვუშვერ, არა მარტო მოსარწყავად, არამედ რომ გამოსუფთავდეს შიგნიდან და არ გაუჩნდეს რამე სოოკოვანი დაავადება. დაიმახსოვრეთ, მნიშვნელოვანია ზამთრის წინ ყველა წიწვოვანი გაიწმინდოს. მარაწვანია, მაგრამ ყოველ 60 წელიწადში ერთხელ გააჩნია წიწვოვანის სახეობას, წიწვს იცვლის და შესაბამისად ყრის და შიგნით აგროვებს. როგორც ხედავთ, ჩემი ეს კიპარისები არის სუფთა, თუმცა შემდეგ ვიდეოში, უფრო გრძელ ვიდეოში იქნება საუბარი წიწვოვნების გასუფთავებაზე.